ძალიან ყურადღებით და დაკვირვებით მომისმინეთ მეგობრებო, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. დააკვირდებოდეთ ხო Facebook-ი წალეკა მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ მსჯელობამ, ვინ არის რუსეთის აგენტი ოპოზიციაში, ნაცმოძრაობაში, რა მნიშვნელობა აქვს. ვის საქმე გაკეთდა ეხლა თქვენი აზრით ამეთი? 26 მაისის წინ, როცა მთელი ბორიას მოწინააღმდეგე საქართველო, ანუ საქართველოს გადარჩენისთვის მოფიქრალი ხალხი. ჭობს არა 26 მაისის ხალხმრავლობაზე გამოსვლით, არამედ იმაზე, ვინ არის აგენტი ოპოზიციაში. ეხლა მე არ ვიცი სააკაშვილმა შეგნებულად გააკეთა, არ გააკეთა შეგნებულად. ფაქტია, რომ ეს დივერსია გამოვიდა 26 მაისის წინ. უნდობლობა დათესა. მე ახლა პირდაპირ გეტყვით რა, ტყუილი მგონია ეს, რომ სააკაშვილმა ვიღაც რუსეთის აგენტის გამო ჩამოვიდა საქართველოში და ასე და ასე. 5 წელია კაცი ციხეში ზის. თქვენ თავი წარმოიდგინეთ მარტივად, ხო? ვიღაცამ ჩასო თქვა ციხეში, ხახაში ჩაუგდო ბორიას. სააკაშვილს ვინც მეტნაკლებად იცნობს ახლა 5 წელი გაუჩერდებოდა პირში ამ აგენტის ვინაობა. პირველივე დღეებში და პირველივე საათებში და სახელებდა. აი ამის გამო ჩამშვეს ციხეში, ამან მიღალატა. მოკლედ ამ ყველაფერს თავი გავანებოთ, ამის თქმა მინდა რა, ამ ბოდვებს. მორჩა ეს თემა, გადაშალეთ ეს ფურცელი და ყველა მიფიქრეთ იმაზე 26 მაისს რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოვიდეს ძალის დემონსტრირებისათვის. ეს არის მშვიდობიანი ძალა, რომელმაც უნდა დაანახოს ბორიას, რომ არ ეპოება ქართველი ხალხი მას და დაანახოს დასავლეთ, რომ საქართველოში არის საპროტესტო მუხტი, რომელიც არ ჩაქრება არასოდეს, რადგან თავისუფლებისათვის იბრძვის ხალხი. და მიხეილ სააკაშვილმაც ჯობია, რაც აქამდე არ გაუკეთებია სხვათა შორის საეჭვოდ და საინტერესოა, რატომ არ გააკეთა. პირდაპირ მოუწოდოს თავის მომხრეებს, რომ გამოვიდნენ 26 მაისის აქციაზე. რატომ არ გააკეთა აქამდე სააკაშვილმა ეს მხარდამჭერი განცხადება? გავაკეთ, მორჩა რა ეს ყველაფერი, არ გვინდა ამაზე ჯერჯერობით განსჯა, განმოჟჯა და ასე შემდეგ. 26 მაისი არის თარიღი. ამ დღეს უნდა დაინახოს მთელმა საქართველოსმა და მთელმა დასავლეთმა, რომ ბორია ივანაშვილის რუსული დიქტატურა აქ არ გავა. და ნუ რავინ დაელოდება კიდევ იმას, რომ 26 მაისზე დამთავრდება ყველაფერი. არ დამთავრდება, ამით იწყება. ეს არის დასასრულის დასაწყისი ბორიასი. ხალხმა ჯერ უნდა აჩვენოს, რომ ის არის ძალა, ის არის ხალხმრავალი. და არ ეპოება დიქტატურას, არ ეპოება რუსულ ბოსელში ყოფნას. გაავცელეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი გვერდი. რაც მეტი ადამიანი გამოიწერს ჩემ გვერდს, მით მეტი იქნება გამოწერების რაოდენობა და Facebook-ის ლოგარითმი, ასე ალგორითმი ასე მოქმედებს. უფრო მეტად ავრცელებს დიდი გამოწერის მქონე ადამიანების პოსტებს, ასე რომ დაეხმარეთ სიმართლის გავრცელებაში ასეც. იხარეთ და იმრავლეთ.